ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობისა, ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში მიმდინარე ცხელ-ცხელი სიახლეებით ეთერშია ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება, ასე რომ გვისმინეთ ყურადღებით. რესტორან კრისტალში კიდევ ერთი სახელი დაიბადა. მოიპოვებს თუ არა პოპულარობას ნინა წკრიალაშვილი, ამას მომავალი გვიჩვენებს. ამისათვის კი მან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და თავისი პირველი კლიპი წარმოგვიდგინა სახელწოდებით მატირე, რომლის რეჟისორიც გიგა აგლაძეა. ახლა კი რესტორან კრისტალში გადავინაცვლოთ. მე მითხარ მესამედი პირველი სინგლი პირველი ვიდეო როლი პირველად აღდგება ფესტივალში და მოდი აპლოდისმენტები პირველ ესეთ სერიოზულ ნაბიჯს. თითქმის ყველა ჩამოთვალა აჩინ, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ამ კლიპის შექმნაში, სიმღერის შექმნაში. მე დამავიწყდა, მე თქო რომ ერთ-ერთი ბუჩქის როლს მე ვთამაშობდი, ეპიზოდური როლი მქონდა, მაგრამ ნუ აი როგორც ვთქვათ, ის თავდაბლობამ იჩინა თავი. მე რო ვჩვენებთ, მაგრამ საძი ხალხში. Aplausos meninas. მე მართლა მომღეროდი ბავშვობაში და ნუ მე რაღაცა 92-93 წლები და ყველა გაჩერებული იყო და მეც თავისთავად ბუნებრივად. მე რომ მოხდა ესეთი უფრო მნიშვნელოვანი რაღაც, მეყავს შვილი 5 წლის. და ნუ ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ყველა ქალის ცხოვრებაში და ვფიქრობ მოვიდა დრო რომ ნუ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. ერთი თვის უკან დავიწყეთ გადაღებები. ну, რა ვიცი, მე ძალიან მომწონს კლიპით სიმღერას და ყველას ძალიან დიდი მადლობა. მე უსურვებ დიდ შემოქმედებით გზა, ლამაზ შემოქმედებით ცხოვრებას, პოპულარობას და რაც თავარია მსმენელის მაყურებლის სიყვარულს. ძალიან საინტერესო გოგოა თვითონ. საინტერესო იყო აბსოლუტურად ყველა დღე, ყოველი დღე, რომელიც გადავიღეთ. წიგნის ახბარნაში არა წიგნის, არამედ დისკის პრეზენტაცია მოეწყო, რომელზეც ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და შემოქმედება დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ პირველი დისკი გალაქტიანს მიეძღვნა, ახლა კი სიუჟეტი ვნახოთ. იდეა თავად იმისა, რომ დისკზე ყოფილიყო გამზადებული, თავაგონა თავად კომპიუტერში შეძლება. ანუ იმან რომ ყველა მასალა წელის შესახებ ერთად ყოფილიყო თავმოყრილი. ეს იქნებოდა აუდიო მასალა, ეს იქნებოდა ვიდეო მასალა, ფოტო მასალა, უბრალოდ ნაწერები, ხელნაწერები. ცხოვლად შანდა. ღამის წუდიათში და სალის კლდეების ტახტით.
ვირგვინი ქართული სამეფო გვარია. ახლა უშნადია. დამკიდეს ლაჩართ კედელზე უქმდა, ვიზღეს ძალიან ჩემთვისა, ქვეყანა იქცა დუქნადა. გადამაგდრენ გირავოთ დაგზირ ნაცვლების ხელითა, ქვეყანა მხედავს მდებარეს არშინის ჩოთქის გვერდით. ახლა ამჟამად მუშაობთ სამ პროექტზე. ალბათ სექტემბერ-ოქტომბრისთვის აუცილებლად იქნება მზად 3 წიგნი. ლადო ასათიანი, აკაკი წერეთელი და ნიკო ფიროსმანი. ეს ჩემი საქმეა. ფას მონებს, ფახებს, წალნი დღეს დღენი მდინარე. თვითონ ეს ყოველი მცდელობა არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ძალიან ბევრი ახალგაზრდები არიან, რომლებიც წიგნს ამჯობინებენ ელექტრონულ ვერსიებს. მეორე ერთი თვითონ შენახვის თვალსაზრისითაც ელექტრონული წიგნები უფრო ინახება ვიდრე ელემენტარულად ჩვეულებრივი წიგნები. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე კომპაქტ დისკი ვერ შეცვლის წიგნს, მაგრამ თავისი დატვირთვა ყოველთვის ექნება და მით უმეტეს ძალიან გასახარია, რომ ეს ხალხი ცდილობს, რომ ქართველი კლასიკოსები გადაიტანონ ელექტრონულ წიგნებად. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.